მოგესალმებით მეგობრებო. გადავწყვიტე გამეკეთებინა ესეთი რუბრიკა, სადაც განვიხილავ სხვადასხვა როგორც high-end, ასევე შედარებით ბიუჯეტურ სამაუწყებლო ტექნიკას. და მოგიყვებით ამ ყველაფრის შესახებ და შევეცდები ეს ყველაფერი იყოს 2 წუთზე ნაკლებ დროში. დავიწყოთ. ROS ვიდეო, კანადური მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის აპარატურას და ნამდვილად ლიდერი არის. მინდა დავიწყო ვიდეო რაუტერის განხილვით. Ultrexy ეს არის პლატფორმა, რომელიც გამოირჩევა და არის განსხვავებული პლატფორმა ყველასგან. ეს რა არის? ეს არის ვიდეო რაუტერი. მას შეუძლია შემავალი ვიდეო სიგნალების კომუტაცია, გამრავლება. თუმცა ეს არის ბევრად უფრო მეტი. ამისათვის გამოვიყენებ ROS ვიდეოს ოფიციალურ ვებსაიტს, სადაც შევალ და თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ პროდუქციაში, შემდეგ რაუტინგში და Ultrexy. Ultrexy, როგორც გითხარით, ეს არის პლატფორმა, არის სხვადასხვა ზომის, არის როგორც მცირე ზომის, ასევე დიდი ზომის, სხვადასხვა შემავალი I/O ინტერფეისებით და ეს გამოიყენება დღესდღეობით ყველა მოწინავე ტელევიზიებში. მათ შორის არაერთ ქართულ ტელევიზიასაც აქვს. თუმცა არ იყენებენ იმ სრული ფუნქციონალით, რომელიც მათ გააჩნიათ. და ეხლა ზუსტად მინდა აგიხსნათ ამ ფუნქციონალის შესახებ. პირველ რიგში ეს არის მოდულარი, ანუ მუშაობს როგორც SDI-ზე, ასევე IP-ზე და ასევე NDI-ზე. IP-ს როცა ვიძახებ, გულისხმობ ST21-ს, ანუ SMPTE 2110-ის მხარდაჭერა აქვს, თუმცა ასევე აქვს პლატები, რომლითაც შეგიძლიათ NDI სიგნალების მარშრუტიზაცია. ეს ყველაფერი არის მოდულარი, ანუ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ რაღაც შემავალი SDI, რაღაც შემავალი 2110, რაღაც შემავალი NDI და რა თქმა უნდა, ის სტანდარტების რაოდენობა იზრდება და იზრდება. აქ რა არის პლუსი? ყველა არხზე გაქვთ embedder-ი და embedder-ი, ანუ ნებისმიერ შემავალი არხიდან შეგიძლია მოხსნა ვიდეო და გაუშვა ნებისმიერ გამავალზე. ანუ ცალკე კლასიკური embedder-ი და de-embedder-ი ან OpenGear-ში ან mini კონვერტერის სახით შენ აღარ გჭირდება. ხმის პულტზე დაერთებ დანტეთი ან მადით და ხმის პულტიდან პირდაპირ გაცვლი ნებისმიერ სიგნალს. რამდენი სიგნალის ემბედირება და დეემბედირებაც გინდა, ყველა შეგიძლია გააკეთო. 512 სიგნალის ემბედირება შეიძლება იყოს ერთ მოწყობილობაში. აქვს ინტეგრირებული multiview-ი და FrameSync-ი. აღარ გჭირდება სინქრონების დასინქრონირება და არ გჭირდება ცალკე multiview-ი. თუ გაინტერესებს მეტი როუტერების შესახებ, გამომყევი.